მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, შემდეგი საბრძოლო კვირით და ამ კვირას Oklahoma City-დან გადმოხდებით პირდაპირ აბუ-დაბიში და გვექნება Fight Night-ი მთავარი ბრძოლით მაგომედ ანკალაევი ბოგდან გუსკოვის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი short notice-ია, ამოვარდა სამწუხაროდ ხალი რაუნდ 3 ამ ჩხუბიდან ტრამვის გამო და ბოგდან გუსკოვი ჩაჯდა. Main event-ში ვიხილავთ ძალიან მაგარ flyweight-ების დაპირისპირებას, Stevie Ercegi დაუპირისპირდება UFC-ს ახალწეულ რამაზან ტემიროვს. ქარდზე ასევე გვყავს კიდევ ერთი UFC-ს ამომავალი ვარსკვლავი, უდიდესი fan-base-ით ისლამ დულატოვი, რომელიც დაუპირისპირდება Wellington Turmans, რომელიც საერთოდ არ მეგონა კიდე UFC-ში თუ იყო. Main card-ზე ასევე გვექნება heavyweight-ების დაპირისპირება რიზვან კუნიევი ტარიელ ფორჩუნის წინააღმდეგ. ეს და სხვა ჩხუბები გვექნება ამ card-ზე, მთლიანობაში card-ზე გვაქვს 13 ჩხუბი და ძალიან კაი card-ია, იმიტომ რომ ადრე იწყება საქართველოს დროით 5 საათზე იქნება საღამოს card-ი დაწყებული. ძალიან კაია, გათენება აღარ მოგვიწევს. ამ ხრივ ძალიან მიყვარს UFC, როცა ამერიკის გარეთ გადის ხოლმე, ძირითად შემთხვევაში ადრე იწყება კარდები ხოლმე, როცა ამერიკის გარეთ არიან და ამ შემთხვევაშიც მსგავსად გვაქვს საქართველოს დროით 5 საათზე დაიწყება საღამოს ჩხუბები. დავიწყოთ ჩვენი ვიდეო, შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები, დავაჰაიპოთ ვიდეო. სანამ ამ კვირას მივადგებით, ტრადიციულად გავიხსენოთ ჩვენი წინა კვირა, წინა განვლილი კარდი და ვთქვათ ორი სიტყვა. პროგნოზების მხრივ არ იყო კაი კარდი, 5-6-ზე წამოვიდა ჩემი პროგნოზები, უარყოფითი შედეგია. აქამდე რაც ვიდეოებს ვაკეთებ, არ მქონია უარყოფითი შედეგი, პირველი შემთხვევაა ეხლა, თუმცა სანახაობრივად ძალიან კაი კარდი იყო და ბეტინგის მხრივადაც ძალიან კარგად წამოვიდა, გავამწვანე ბილეთი, ასე რომ საბოლოო ჯამში მაინც წარმატებული კარდი იყო, ბეტინგის მხრივ კარგად წამოვიდა და ჩემთვის მაინც მთავარი ეგ არის. უბრალო პროგნოზებს როცა ვაკეთებ, ჩხუბებს, ყველა მებრძოლის წინა ჩხუბებს არ უყურებ ესე მიყოლებით, ბეტინგის მხრივ როცა ბილეთს ვაკეთებ, ჯერ ვარჩევ ისეთ ჩხუბს და ისეთ პოზიციას, რაც მომწონს და შემდეგ უფრო უღრმავდები ამას, ძველ ჩხუბებს უყურებ, ბევრ რაღაცას ვაკვირდები, უყურებ მებრძოლის სოციალურ მედიაში, რასაკეთებენ, როგორ არიან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებ ხოლმე ბილეთებს და თან ეხლა ამ კარტზე რომ უარყოფითი შედეგი მქონდა, წინა კვირასაც საკმაოდ ცუდი შედეგი მქონდა, მაგრამ წინა კვირასაც და ამ კვირასაც ბილეთები გავამწვანე, თან ესე ორი კვირა ზედიზედ რო გამემწვანებინოს, ბილეთები დიდი ხანია არ მქონია, უბრალო პროგნოზები და ბეტინგ პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი ბეტინგ პროგნოზების ვიდეოში ვამბობ მხოლოდ ისეთ ბრძოლებს, რაშიც ვარ დარწმუნებული შედარებით და იქიდან კიდე იმ ნალაპარაკებიდან შეიძლება ყველა ის კოეფიციენტი და ყველა ის პოზიცია არ ავიღო, რასაც ვილაპარაკებ, მხოლოდ იმაზე ვაკეთებ ეხლა უკვე ბეტს, რაც ყველაზე მეტად მგონია კარტზე. ეს არის ხოლმე სულ 2-3 ჩხუბი გამოდის, სულ ეხლა ხანს შევცვალე, ესეთი სტილი მაქვს. აწი ესე გავაგრძელებ ეხლა და ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება. ამაზე და სხვა ბეტინგ თემებზე შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ ლაპარაკს, როცა ამ კვირის ჩხუბების ბეტინგ ვიდეოს დავდებ. ეხლა გადავიდეთ ჩვენს უშუალოდ ამ კვირის კარტზე და დავიწყოთ ჩვენი პროგნოზების ვიდეო. აბუ-დაბის კარტი გვაქვს ეხლა, მთავარი ჩხუბით ანკალაევი გუსკოვის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი short notice-ია, სულ რაღაც ბოლო 2 კვირის ვადაში ჩაჯდა გუსკოვი ანკალაევთან, მანამდე ანკალაევს უნდა ეჩხუბა ხალი რაუნდ 3-დან, ხალი რაუნდ 3 ამოვარდა რაღაც ტრამვის გამო და გუსკოვს სხვათა შორის უნდა ეჩხუბა ერთი კვირით შემდეგ, ანუ 1 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული იან ბლაჰოვიჩთან რემატჩი გუსკოვს და მაგ ჩხუბისთვის ემზადებოდა. იმ ჩხუბიდან ამოაგდეს და გადმოუსვეს ეხლა ერთი კვირით ადრე იჩხუბებს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა სულ სხვა მებრძოლთან, სულ სხვა სტილთან, გეოგრაფიულადაც შორს არის ძალიან სერბეთი და აბუ-დაბი ერთმანეთისგან და თან კიდე ერთი კვირა მოაკლდა გუსკოვს Fight Camp-იდან. ბოგდან გუსკოვი არის უზბეკი მებრძოლი, რომელიც ცხოვრობს და ვარჯიშობს რუსეთში. UFC-შია 2023 წლიდან, პირველი ჩხუბი წააგო, როცა შემოვიდა, ვულკან უზდემირთან წააგო, პირველი რაუნდის რეარ ნეიქედით, მაგრამ იმის შემდეგ 4 ჩხუბი ზედიზედ მოიგო და ეხლა ბოლო ჩხუბი იან ბლაჰოვიჩთან ფრემორჩა. იმ ჩხუბში პირველი რაუნდი წააგო, მეორე რაუნდში ნოკდაუნი მიცა ბლაჰოვიჩს და დიდი ზიანი მიაყენა
ვერ დააფინიშა, მაგრამ 10-8 მოუგო მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი ისევ ბლაჰოვიჩმა მოუგო და ზუსტად ამიტომ დააფიქსირეს ფრე მსაჯებმა. და ეხლა იდეაში, ეხლა რემატჩი იყო. გუსკოვის სკილებს რაც შეეხება, სტრაიკერია, ეს კაცი ერთპიროვნულად თავიდანვე გამოდის და ცდილობს გათიშოს თავისი მეტოქე, რაღაცაზე დაიჭიროს. აქვს საბმიშენებიც, მაგრამ უფრო სტრაიკერია, აგრესიული სტრაიკერია. ბოლოს წინა ჯგუფში ნიკიტა კრილოვი დააფინიშა პირველ რაუნდში, ძალიან კაი ნოკაუტი იყო ეგ. ბლაჰოვიჩისთვის ნოკდაუნის მიცემაც არ არის პატარა საქმე. მართალია ბლაჰოვიჩი ახლა უკვე ასაკშია და თავის პრაიმში არ არის, მაგრამ მაინც ძალიან რთული საქმეა ბლაჰოვიჩის დანოკდაუნება. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბოგდან გუსკოვი არის საშიში სტრაიკერი. მაგომედ ანკალაევს რაც შეეხება 21-2-1 აქვს ბალანსი. ბევრად გამოცდილია ვიდრე გუსკოვი, ბევრად დიდი ხანია UFC-ში რაც არის. არის ყოფილი ჩემპიონი ასევე, მოგეხსენებათ, ალექს პერეირას წაართვა პირველ ჯგუფში კამარი. მაგრამ მეორე ჯგუფში, ეხლა თავის ბოლო ჯგუფში დანოკაუტებულია პერეირამ თავიდანვე პირველივე რაუნდში წუთს და 20 წამში გათიშა და წაართვა უკან კამარი. აქამდე ესე დანოკაუტებული კი არა და დანოკდაუნებულიც არ ყოფილა. მაგომედ ანკალაევს და ბოგდან გუსკოვს საერთოდ რაც აქვთ ერთი არის ის, რომ ორივეს აქვთ იან ბლაჰოვიჩთან ფრე ნაჩხუბარი. ანუ ორივე ჯგუფი მორჩა ფრე. იან ბლაჰოვიჩთან მაგომედ ანკალაევის ჯგუფი ცოტა სხვანაირი იყო ვიდრე გუსკოვის და ბლაჰოვიჩის ჯგუფი, იმიტომ რომ ანკალაევი ბლაჰოვიჩი იყო 5 რაუნდიანი, გუსკოვი ბლაჰოვიჩი იყო 3 რაუნდიანი. იქ როგორც გითხარით, მეორე რაუნდი 10-8 მოიგო გუსკოვმა და მასე მორჩა ფრე. აქ კიდე ერთმა მსაჯმა მისცა ჯგუფი ანკალაევს, მეორე მისცა ბლაჰოვიჩს და მესამე ფრე დააფიქსირა. ანუ გაყოფილი ფრე იყო. ამ ჯგუფში, ანკალაევი ბლაჰოვიჩის ჯგუფში, თავიდან პირველი 2 რაუნდი მოუგო ბლაჰოვიჩმა. დგომში წარიმართა ჯგუფი, ძალიან დაუზიანა ბლაჰოვიჩმა ფეხები. მძიმე ლეგ-ქიკები გაუტარა. ხოლო ამის შემდეგ მიხვდა ანკალაევი, რომ დგომში ვერ გაუკაჩავდა ბლაჰოვიჩს, დაუწყო ჭიდაობა, ეჭიდავა მძიმედ, აკონტროლა ძირს და ესე შეძლო ამ ჯგუფის ამოქაჩვა. მე პირადად მგონია, რომ მაგომედ ანკალაევი ბევრად კარგი მებრძოლია ვიდრე ბოგდან გუსკოვი. ვფიქრობ, რომ უფრო კარგ მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბარი ანკალაევს და მოგებული ვიდრე გუსკოვია. თან ვფიქრობ, რომ უპირატესობები აქვს ამ ჯგუფში. სრული ფაით კემპი აქვს გავლილი და ემზადებოდა უკეთესი მებრძოლისთვის ვიდრე ბოგდან გუსკოვია. ვფიქრობ, ხალი რომ უთრი უკეთესია ვიდრე გუსკოვი. ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში მაგომედ ანკალაევი დარჩება გამარჯვებული, მაგრამ არის რაღაც კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ პირველად კარიერაში ესე დანოკაუტდა ანკალაევი, თან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა პერეირას წინააღმდეგ, სადამდეც გაგრძელდა ის ჯგუფი. თავიდანვე წყნარად დაიწყო, ელოდებოდა პერეირას. პერეირამ ძალიან დაურაშა, გაარტყა და გათიშა. მსგავსად ისე გათიშა პერეირამ, როგორც ბოგდან გუსკოვი თიშავს ხოლმე თავის მეტოქეებს, ძალიან აქტიურად დაიწყო და ძალიან აგრესიულად. ბოგდან გუსკოვიც, როგორც თქვი, ზუსტად მასე აკეთებს. ვფიქრობ, შეიძლება ეხლა რახან მთავარი ბრძოლაა, 5 რაუნდიანია, შეცვალოს გუსკოვმა თავისი სტილი და თავისი გეგმა, უფრო წყნარი სტილი აირჩიოს. ბოგდან გუსკოვმა უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებს და რაც უყვარს, თავიდანვე აქტიურად, აგრესიულად უნდა დაიწყოს ჯგუფი და შეეცადოს რომ რაღაც გაარტყას და გათიშოს. ერთი მასე ვხედავ ამ ჯგუფში ბოგდან გუსკოვის გამარჯვებას, სხვა მხრივ მგონია, რომ გადაწყვეტილებით აუცილებლად ანკალაევი დარჩება გამარჯვებული, იმიტომ რომ ნელ-ნელა აუკრიფავს თავის გამოცდილების ხარჯზე. ცოტა შეიძლება ეჭიდაოს კიდევაც, თუ დაჭირდა, ცოტა თუ შეხედა, რომ უჭირს დგომში ჯგუფი, აუცილებლად აჭიდავდება და ვფიქრობ დესიჟენით, ან კიდე აი ცოტა ბოლოსკენ შეიძლება დააფინიშოს კიდევაც. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჯგუფისთვის, საკმაოდ დიდი ფავორიტია მაგომედ ანკალაევი 1.15 აქვს, ბოგდან გუსკოვს აქვს 5.25 და ჩემი პიკი ამ ჯგუფში იქნება მაგომედ ანკალაევის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, გვაქვს co-main event-ი სტივი ერცეგი რამაზან ტემიროვის წინააღმდეგ. ამ ჯგუფში ძალიან საინტერესოა კოეფიციენტები, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ რამაზან ტემიროვი დიდი ანდერდოგი იყო. როგორც ჩანს, ფული მოდის რამაზან ტემიროვისკენ ახლა და საკმაოდ ახლოს გვაქვს კოეფიციენტები 1.93 აქვს ერცეგს, 1.93 აქვს ტემიროვს. ერცეგს საკმაოდ აეწია, იმიტომ რომ როგორც მახსოვს 1.50 ქონდა. მეც ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არის კოეფიციენტები, ეს უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე იყო. სტივი ერცეგი 14-4 ბალანსით 2023 წელს აქვს UFC-ში დებიუტი გაკეთებული, არა
დიდი ხანი გასული იმის შემდეგ, მაგრამ ბევრი ჭუბი აქვს უკვე ჩატარებული და ჭუბობს უმაღლეს დონეზე. დიდი ჰაიპი მოიპოვა იმის შემდეგ, რაც UFC-ში შემოვიდა, 3 ჭუბი ზედიზედ მოიგო და შემდეგ მისცეს ეგრევე ქამარზე ჭუბი პანტოჟას წინააღმდეგ. პანტოჟასაც მშვენივრად ეჭუბა, 2 რაუნდი მოუგო 5 რაუნდიდან, დამარცხდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ჩვენიერი ჭუბი აჩვენა. იმის შემდეგ კაი კარა ფრანსთან წააგო პირველ რაუნდში და შემდეგ ბრენდონ მორენოსთან აქვს წაგებული წინა წელს. მომწონს სტივი ერსეგის კარდიო, პანტოჟასთანაც ჭუბში მეხუთე რაუნდში ფრეში იყო, ხოძე იყო და ვფიქრობ, რომ ეს უპირატესობა ექნება რამაზან ტემიროვის წინააღმდეგ. თან სტივი ერსეგი ის მებრძოლია, რომელიც ნელ-ნელა იხოდება ჭუბში, ანუ პირველი რაუნდი შეიძლება ცუდად იჭუბოს, მაგრამ მეორე და მესამე რაუნდში ბევრად უკეთესია. ოდეოს ფუნთანაც იგივენაირად იყო, პირველი რაუნდი წააგო, მეორე მესამე მოიგო და ისე დარჩა გამარჯვებული და თუნდაც წინა ჭუბში ბებერ ტიმელიოტს რო ეჭუბა, პირველი რაუნდი მოუგო ტიმელიოტმა და მერე აუკრიფა ერსეგმა მეორე და მესამეში და მოუგო. რამაზან ტემიროვს რაც შეეხება 19-2-ზე აქვს ბალანსი, საკმაოდ გამოცდილია. UFC-ში ჯერჯერობით სულ 2 ჭუბი აქვს ჩატარებული, ეს იქნება მესამე ჭუბი. და კარიერა აქვს დაწყებული პროფესიონალური 2015 წელს. კიდევ ერთი უზბეკი მებრძოლია ბოგდან გუსკოვთან ერთად ამ ქარზე. პირველი ჭუბი UFC-ში CJ ვერგარას ეჭუბა, პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, ძალიან აქტიურად შეუტია, ძალიან დაპრესა და გათიშა. და მეორე ჭუბი ჩარლზ ჯონსონთან აქვს მოგებული დესიჟენით, მშვენიერი მოგებაა, ძალიან ჯანიანია ფლაივეითებისთვის. ვფიქრობ, აქვს იმის ძალა, რომ გათიშოს ნებისმიერი მეტოქე ფლაივეითში. ვფიქრობ, ერსეგთანაც დიდი შანსი ექნება, მით უმეტეს თავიდანვე, როგორც გითხარით, პირველ რაუნდს იმდენად კარგად ვერ ჭუბობს ერსეგი და ვფიქრობ, რომ ექნება ტემიროს შანსი, რომ რაღაცა გაარტყას და გათიშოს. რომც ვერ გათიშოს, ვფიქრობ, რომ პირველ რაუნდს აუცილებლად მოუგებს. საკითხავია ის მეორეში და მესამეში როგორ იჭუბებს, ან რამდენად მოახერხებს ერსეგი, რომ ამოუკაჩოს შემდეგ. ზუსტად ამიტომ კოეფიციენტები როგორც აქვთ, როგორც გითხარით, ვეთანხმები, თანაბარი ჭუბია. ვფიქრობ, ამ ორი მებრძოლის სკილები ერთმანეთს შეესაბამება. ერთადერთი უპირატესობას მივცემდი სტივი ერსეგს გრეპლინგში. მგონია, რომ ბევრად უკეთესი გრეპლინგი აქვს, სუფთა ჯიუ-ჯიტსუს გულისხმობ, ვიდრე ტემიროვს, სხვა მხრივ თანაბარი სკილები აქვს. მივენდობი რამაზან ტემიროვს და ვიტყვი, რომ ამ ჭუბში ის დარჩება გამარჯვებული. როგორც თქვი, პირველ რაუნდს მოიგებს და რომც ვერ დააფინიშოს, პირველ რაუნდში აქვს იმის შანსი, რომ მეორე ან მესამე რაუნდიც მოიგოს და საბოლოო ჯამში დესიჟენითაც შეიძლება რომ დარჩეს გამარჯვებული, ამიტომ ჩემი პიკი იქნება ამ ჭუბში რამაზან ტემიროვი. გადავედით შემდეგ ჭუბზე, ისლამ დულატოვი ველინგტონ ტურმანის წინააღმდეგ. ისლამ დულატოვი გერმანელი მებრძოლი, გერმანიის სახელით მოასპარეზე მებრძოლი უბრალოდ, რომელიც წარმოშობით არის ჩეჩენი. UFC-ში სულ 1 ჭუბი აქვს ჩატარებული, დანა ვაითის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული კონტრაქტი. დიდი ჰაიპით შემოვიდა UFC-ში, პირველ რაუნდში მოიგო დანა ვაითის კონტენდერების სერიაში და შემდეგ UFC-შიც ადამ ფუგიტის წინააღმდეგ პირველ რაუნდშივე დააფინიშა. მის კარიერასაც რო ჩავხედოთ, თითქმის ყველა ჭუბი აქვს პირველ რაუნდში მოპოვებული. ერთადერთი ჭუბი, რაც გაცდა პირველ რაუნდს და მეორე რაუნდის ნოკაუტით აქვს მოგებული, არის 2021 წელს გიორგი კანკავას წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ აქვს მოპოვებული და კარიერაში, პროფესიონალურ კარიერაში პირველი ჭუბი აქვს წაგებული, 1-1 წაგება აქვს, დანარჩენი ყველა მოგება აქვს, 12-1 აქვს ბალანსი. საკმაოდ დიდი ფანბეისი ხავს ამ კაცს, არის გერმანიაში მოდელი, ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს მას. როცა დანა ვაითის კონტენდერებში მოიპოვა კონტრაქტი და UFC-ს მებრძოლი გახდა ოფიციალურად 2024 წელს, მახსოვს ვიდეოები იდებოდა აეროპორტში, რამდენი ხალხი დახვდა, ჩვეულებრივი ჩემპიონის დახვედრა მოუწყეს. მის სკილებს რაც შეეხება, ძალიან აგრესიული მებრძოლია, შეუძლია სტრაიკინგი და აქვს მშვენიერი გრეპლინგ სკილები, აქვს როგორც ნოკაუტები თავის კარიერაში, ასევე საბმიშენები. ველინგტონ ტურმანს რაც შეეხება, ბრაზილიელი მებრძოლია, 18-8-ზე ბალანსი, ალექს პერეირას გუნდელია და ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორია, რომელიც სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ უკვე აღარ იყო UFC-ში, ბოლოს 3 ჭუბი ჰქონდა ზედიზედ წაგებული, 2023 წელს იჭუბა ბოლოს, 3 წელი გამქრალი იყო და ეხლა აძლევენ დულატოვს. ბოლო ჭუბიც ჯარედ გუდენთან აქვს წაგებული მეორე რაუნდის რიარ ნეიქედით. გუდენიც აღარ არის UFC-ში, გაუშვა UFC, ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამ ჭუბზე, ვფიქრობ, რომ ველინგტონ ტურმანი დულატოვისთვის არის
დასაბილდაფებელი ფაითი. UFC აძლევს დულატოვს ამ ჩხუბს, იმიტომ რომ მოიპოვოს კიდევ ერთი პირველი რაუნდის ფინიში და აიწიოს ნელ-ნელა უფრო მაღლა. კოეფიციენტებსაც ჩავხედოთ ამ ჩხუბისთვის. 1-0-9 აქვს დულატოვს, 6-90 აქვს ტურმანს. ყველაზე დიდი ფავორიტია ამ ქარდზე დულატოვი და ჩემი ფიქი იქნება, რომ ისლამ დულატოვი პირველივე რაუნდში დააფინიშებს უელინგტონ ტურმანს. გადავედით შემდეგ ჩხუბზე და მივადექით ჩხუბს, რომელიც ამ ქარდზე ჩემთვის არის ყველაზე საინტერესო ბრძოლა ორ დაუმარცხებელ მებრძოლს შორის. მაგომედ ზაინუკოვი, ჯონ ფორკი, ჩანკო ეჩხუბება დამიან ჟებეცკის. ორივე მებრძოლისთვის ეს ჩხუბი იქნება დებიუტი UFC-ში, აქამდე ჯერ არ უჩხუბიათ. მაგომედ ზაინუკოვს, ჯონ ფორკს მოგებული აქვს დანავადის კონტენდერებში ერთი ჩხუბი, ჟებეცკის არ უჩხუბია კონტენდერებში, პირდაპირ მიიღო შანსი პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ. დამიან ჟებეცკი პოლონელი მებრძოლია 10-0-ზე ბალანსით, რომელსაც ბოლო ჩხუბი აქვს ჩატარებული ილია თოფურიას ორგანიზაციაში უოუში. მოგებული აქვს იქ დესიჟენით და როგორც ჩანს ილიას ძალიან მოეწონა ეს მებრძოლი და მიიწვია თავის ფაით კემპში, როცა გეიჯისთვის ემზადებოდა. ეხლა ილიამ თავისი კემპი დაამთავრა მაიამიში და მოწვეული ყავდა ზუსტად დამიან ჟებეცკი. სპარინგ პარტნიორად ერთად ვარჯიშობდნენ და ვფიქრობ, რომ ძალიან წაადგებოდა ჟებეცკის ეს ვარჯიში ილიასთან და ეს პერიოდი ივარჯიშა, თუნდაც ილიას მწვრთნელებთან ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან განავითარებდა მას. სტრაიკერია ეს ბიჭი, 24 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა, კიკბოქსიორია, აქვს ამატორული უამრავი ჩხუბი ჩატარებული და 2021 წლიდან აქვს დაწყებული პროფესიონალური კარიერა, აქვს ძირითადად ფინიშები, აფინიშებს მეტოქეებს როგორც დგომში, ასევე მიწაზეც. არ არის ესე მოჭიდავე, მაგრამ ძირს თუ გადავიდა ჩხუბი აქვს ძალიან კაი ჩოუქები, აქვს ძალიან კაი rear naked-ი, აქვს front ჩოუქები. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული მებრძოლია მიუხედავად ასაკისა. ხოლო ჩანკოს რაც შეეხება 8-0-ზე აქვს ბალანსი, ისიც ფინიშერია მსგავსად თავისი მეტოქისა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩანკო ერთპიროვნულად სტრაიკერია, მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნელია და ხაბიბის თიმიდან მოდის, ისლამ მახაჩევის ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორია ასევე, მაგრამ არ ჭიდაობს ეს კაცი, არ არის მოჭიდავე და არ აქვს ხაბიბის და ისლამის დონის ჭიდაობა, არის მუაიტაის მებრძოლი, ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს მუაიტაიში ჩატარებული და ერთპიროვნულად ომში ჩხუბობს სულ. ბოლო 3 ჩხუბი დესიჟენით აქვს მოგებული, ბოლო ჩხუბი კონტენდერებში რაც იჩხუბა, სტრაიკერის წინააღმდეგი ჩხუბა, კიკბოქსიორის წინააღმდეგ და 3 რაუნდი მოუგო. მახსოვს ის ბიჭიც საკმაოდ კაი დონის სტრაიკერი იყო და თან ძალიან გამძლე, ზუსტად მაგიტო არ დაფინიშდა. ვფიქრობ, რომ ჯონ ფორკს ეხლა ყველაზე დიდი ტესტი აქვს თავის კარიერაში და ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება ჟებეცკის დამარცხება. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, კოეფიციენტები არის ერთი დიდი სისულელე ჩემი აზრით, 1-27 აქვს ჩანკოს, ხოლო ჟებეცკის აქვს 3-68. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ესეთი ფავორიტია ჩანკო ამ ჩხუბში. ძალიან თანაბარი ჩხუბი იქნება, დგომში წარიმართება ეს ჩხუბი, ვფიქრობ, არც ერთი მებრძოლი არ შეეცდება ტეიქდაუნს, იქნება მძიმე გაცვლები და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსი აქვს ჟებეცკის, რომ დარჩეს გამარჯვებული. იცით, რომ განსაკუთრებულად გულშემატკივრო პოლონელ მებრძოლებს და სუბიექტური ვარ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც არ იქნება გამონაკლისი ამ ჩხუბში 3 რაუნდიანი მძიმე დესიჟენით გამარჯვებული დარჩება დამიან ჟებეცკი. ის იქნება ამ ქარდზე უკვე რამაზან ტემიროვის შემდეგ ნომერ მეორე underdog pick. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, რიზვან კუნიევი, ტაირელ ფორჩუნის წინააღმდეგ. რიზვან კუნიევი არის UFC-ში 2025 წლიდან, ანუ წინა წელს მოვიდა, სულ 2 ჩხუბი აქვს ჩატარებული. პირველი ჩხუბი კურტის პლეის ეჩხუბა, ეგრევე ძალიან კაი ჩხუბი მიცეს და split decision-ით დარჩა წაგებული, მაგრამ ძალიან ახლო ჩხუბი იყო და ვფიქრობ, რომ კუნიევმა მოუგო პლეიც ეგ ჩხუბი. ბოლო ჩხუბი აქვს ჯაილტონ ალმეიდას წინააღმდეგ მოგებული. ჯაილტონ ალმეიდა საერთოდ გაუშვეს UFC-დან. ძალიან ახლო ჩხუბი იყო ეგეც და ჩვეულებრივად შეიძლება და ვფიქრობ, რომ ალმეიდას მოეგო და ალმეიდასთვის მიეცათ მსაჯებს. ძირითადად სტრაიკერია და მე რაც მომწონს რიზვან კუნიევში არის მისი takedown defense-ი, რაც გამოაჩინა როგორც კურტის პლეისთან, ასევე ჯაილტონ ალმეიდასთან ჩხუბში. მის მეტოქე
მეტოქე Tyrell Fortunes რაც შეეხება, მას ერთი ჭუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, სულ რამდენიმე თვის წინ იჭუბა მარჩინ ტაიბურას წინააღმდეგ, მასაც საკმაოდ კარგი ჭუბი აქვს ეგრევე ჩატარებული. მოუგო ტიბურას ეგ ჭუბი 3 რაუნდიანი დესიჟენით. მანამდე ბელატორში მოღვაწეობდა, როცა ბელატორი დაიშალა, PFL-ში გადავიდა და ეხლა UFC-ში ყავს. გამოგვირვალა ცოტა Fortune-მა ტიბურასთან ჭუბში, იმიტომ რომ არ ველოდი ესე კარგად თუ იჭუბებდა, მახსოვს ტიბურამ ყავდა დაფიქული, ეჭიდავა ძალიან ბევრი ტიბურას, გადაყავდა ძირს და დგომშიც აყენებდა ზიანს, რაც როგორც თქვი, ცოტა გასაკვირი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ტიბურა ძირითადად აქეთ ეჭიდავება ხოლმე თავის მეტოქეებს და თავისი ჭიდაობით და გრეპლინგით ჩაგრავს ხოლმე, ამ ჭუბში კი Fortune-მა აქეთ გაუკეთა იგივე. უშუალოდ რიзвან კუნიევთან ჭუბში რაც შეეხება Tyrell Fortunes არ მგონია რომ რიзвან კუნიევს იგივეს გაუკეთებ, ვფიქრობ რომ დაიცავს ტეიქდაუნებისგან, კუნიევი თავს, რაღაც მომენტში შეიძლება გადაიყვანოს Fortune-მა, მაგრამ არ ვფიქრობ რომ მას იქ გააკონტროლებს და ვფიქრობ რომ ბრძოლის დიდი ნაწილი მაინც დგომში იქნება და თუ დგომში წარიმართება ჭუბი, დიდ უპირატესობას ვაძლევ კუნიევს, ამიტომ ვფიქრობ რომ ამ ჭუბში კუნიევი დარჩება გამარჯვებული, კოეფიციენტების მხრივ 1.34 აქვს კუნიევს, Fortune-ს აქვს 3.17 და ჩემი ფიქრი იქნება რომ 3 რაუნდიანი დესიჟენით ამ ჭუბში გამარჯვებული დარჩება რიзвან კუნიევი. შემდეგი ჭუბი გვექნება ორი რუსი მებრძოლის დაპირისპირება, მოგეხსენებათ აბუ-დაბიში ვართ და ბევრი რუსი მებრძოლი ყავს. აბუბაქარ ვაგაევი, საიგით იზაკ ახმაიევის წინააღმდეგ, ეს short notice ჭუბია. ვაგაევს უნდა ეჭუბა მაგომედ სურო გასანოვის წინააღმდეგ, ამოვარდა ის და იზაკ ახმაიევს ეჭუბება. ვაგაევი ატარებს თავის დებიუტს UFC-ში, თუმცა UFC-ს გარეთ ბევრი ჭუბი აქვს საკმაოდ ჩატარებული და მე რაც ვნახე საკმაოდ კაი ჭუბები და მაღალი დონის მებრძოლებთან აქვს ეს ჭუბები ჩატარებული 24-4-ზე აქვს ბალანსი. ჭუბობდა ACA-ში, ვინც იცით, რუსული MMA ორგანიზაცია, თან საკმაოდ წარმატებულად, სულ ერთი ჭუბი აქვს წაგებული და მოგებული აქვს 8 ჭუბი მანდ. როგორც ჩანს, ჩემპიონიც იყო, ხოლო საიგით იზაკ ახმაიევს რაც შეეხება, ისიც საკმაოდ გამოცდილია, 22-3-ზე აქვს ბალანსი. მას ერთი ჭუბი UFC-ში ჩატარებული აქვს უკვე, წინა წლის ბოლოს ნიკოლას დალბის ეჭუბა მახსოვს კატარის ქარზე და split decision-ით წააგო, დიდი ფავორიტი იყო თან მაგ ჭუბში. მოჭიდავია იზაკ ახმაიევი და დალბისთანაც ცდილობდა მის ძირს გადაყვანას ძირითადად მძიმე ტეიქდაუნებით ერჩოდა, შეიძლება ისე ითქვას, დალბის, აი მართლა დალბი ცდილობდა წამოდგომას და ეს ეგრევე შედიოდა ფეხში, ქვემოთ ძალიან ბევრი სკრემბლები იყო. მომეწონა ძალიან იზაკ ახმაიევის ჭიდაობა და ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა აქვს, თუმცა ნელ-ნელა დაიღალა მერე, რო ვერ გააკონტროლა ძირს დალბი და საბოლოო ჯამში დალბი დარჩა გამარჯვებული. ძირითადად მისი ფინიშები UFC-ს გარეთ რაც აქვს, მოდის საბმიშენებით, ანუ როცა ჩაყავს თავისი მეტოქე, ძირს იქ რაღაცას უძებნის ხოლმე. ერთი წაგება აქვს, რაც თვალში მომხდა ეგრევე კარლსტონ ჰარისის წინააღმდეგ, ეხლა UFC-ს მებრძოლია კარლსტონ ჰარისი და აქვს დარს ჩოუკით წაგებული 2021 წელს. კარლსტონ ჰარისი არის დარს ჩოუკის მასტერი. არ მინახავს ეგ ჭუბი, სიმართლე გითხრათ, მაგრამ დიდი ალბათობით ჩაიყვანა ძირს იზაკ ახმაიევმა და შემდეგ იქ ჰარისმა დაუჭირა კისერი და გაგუდა. როგორც იზაკ ახმაიევი, ასევე ვაგაევის არიან მოჭიდავეები და ძირითადად ველი რო იქნება მძიმე გაცვლები ჭიდაობაში და მიწაზე. ვაგაევი უფრო კარგი მებრძოლია, უფრო მაღალ დონეზე აქვს ნაჭყუბარი, უფრო უკეთეს მებრძოლებთან და ვფიქრობ, რომ უფრო წესით ალბათ ვაგაევი უნდა დარჩეს გამარჯვებული, მაგრამ აქვს შანსები იზაკ ახმაიევს. რახან short notice ჭუბია, კოეფიციენტები არ გვაქვს ამ ჭუბისთვის. ცოტა მიჭირს ფიქის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მივალთ decision-ამდე ამ ჭუბში. ვაგაევსაც თავისი ჭუბები ძირითადად decision-ით აქვს მოგებული. გავაკეთებ ფიქს და ვიტყვი, რომ ეს ჭუბი წარიმართება 2-5 რაუნდზე მეტი. გადავედით შემდეგ ჭუბზე და ჩავედით უკვე პრელიმებში. შეგახსენებთ, რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები, რომ დავაჰაიპოთ უფრო ვიდეო. შემდეგ ჭუბი გვექნება უოლტერ ვოლკერი, ტომას პიტერსონის წინააღმდეგ, ჰევივეითების ჭუბი, უოლტერ ვოლკერის კიდევ ერთი ჭუბი, რომელშიც ყველა ელის, რომ
კიდევ heel hooks გააკეთებს Walter Walker-ი მართლა აქამდე რასაც აკეთებს Walter Walker-ი თავისი ბოლო 4 ჭუბია არის სიკიჟე, იმიტომ რომ აკეთებს ისეთ submissions, რაც ძალიან იშვიათია და თან მით უმეტეს 4 ჯერ ზედიზედ. მოკლედ დიდი ჰაიპი მოიპოვა Walter Walker-მა იმის შემდეგ, რაც ეს 4 heel hook-ი ზედიზედ პირველ რაუნდში გაუჭიმა თავის მეტოქეებს. ვინც არიცით, გეტყვით, რომ heel hook-ი არის მტკინვეული, რომელიც კეთდება მეტოქის ქუსლზე. ანუ heel hook-ი რო შესრულდეს, უნდა აიღო მეტოქის ფეხი, უნდა დაუჭირო ქუსლი, მუხლი უნდა გაუკონტროლო, მუხლი არ უნდა მოძრაობდეს და ამ დროს აწვევი ქუსლზე, ამ დროს ზიანი მიდის მუხლზე და მეტოქეს ემართება ტრამვა ზუსტად მუხლში. საკმაოდ დაბალი დონის მეტოქეებთან აქვს გაკეთებული Walter Walker-ს ეს submission-ები, მაგრამ Thomas Peterson-იც საერთოდ არ არის მაღალი დონის მეტოქე. ვფიქრობ, რომ UFC Walter Walker-ს აძლევს Peterson-ს, იმიტომ რომ იგივე გაუკეთოს მასაც. საინტერესოა ის, რომ სანამ დაიწყებდა ამ heel hook-ებს Walter Walker-ი წაგებული აქვს ლუკაშ ბჟესკისთან, პოლონელ მებრძოლთან, რომელიც არის, რა ვიცი, ძალიან დაბალი დონის მებრძოლი. ვფიქრობ, რომ Walter Walker-ი გრეპლინგის გარდა საერთოდ არ არის მაღალი დონის მებრძოლი და თუ მიაღწია მაღალ დონეს, ვფიქრობ, რომ მას მაშინვე დაამარცხებენ, მაგრამ როგორც თქვი, Thomas Peterson-ი არ არის მაღალი დონის მეტოქე, UFC-შია 2024 წლიდან პირველი ჭუბი მოიგო, მერე წააგო, მერე ისევ მოიგო, მერე ისევ წააგო. მოკლედ ესე მიდის რა ერთს იგებს, ერთს აგებს. მოგებული აქვს მუჰამედ უსმანთან, Dontel Mayes-თან და გილერმე პეტისთან. ესენიც ჩემი აზრით დაბალი დონის მეტოქეები არიან და მოკლედ Walter Walker-იც და Thomas Peterson-იც ჭუბობს heavyweight-ების top 15-ის გარეთ, დონე ძალიან დაბალია. ერთი განსხვავება რაც არის Walter Walker-ის წინა იმ მეტოქეებისგან, რომლებიც Walter Walker-მა heel hook-ით დაამარცხა, არის ის, რომ Thomas Peterson-ი არის მოჭიდავე. Walter Walker-მა ვისაც გაუკეთა ის heel hook-ები, არც ერთი არ იყო მოჭიდავე და გრეპლინგი თითქმის არ იცოდნენ, თუმცა არ ნიშნავს ჩემთვის ბევრს არაფერს ეს, იმიტომ რომ heel hook-ს როცა აკეთებ, გინდა რომ მეტოქის ქვემოთ იყო, ანუ ფეხი უნდა დაუჭირო, ხო? და ქვემოთ უნდა შეხვიდე. ყველა ჭუბში ეგრე გააკეთა Walker-მა, ფეხებში შევიდა, დაუჭირა მეტოქეს ფეხი და მოექცა თვითონ ქვემოთ. ამიტომ Peterson-ი თუ ეჭიდავა და ძირს თუ ჩაიყვანა, უფრო უკეთესი იქნება მისთვის, იმიტომ რომ უფრო ბევრი დრო ექნება სამუშაოდ, რომ დაუჭიროს ფეხი და გაუკეთოს კიდევ ერთი heel hook-ი. ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ ჭუბზე ლაპარაკს, ვფიქრობ, რომ იგივეს გააკეთებს Walter Walker-ი, დაუჭერს ფეხს და heel hook-ით დარჩება გამარჯვებული Thomas Peterson-ის წინააღმდეგ. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1 და 52 აქვს Walker-ს, Peterson-ს აქვს 2 და 48 და ჩემი პიკი იქნება Walter Walker-ი submission-ით. და ვედით შემდეგ ჭუბზე Dustin Jacobi Muhammad Said-ის წინააღმდეგ. Muhammad Said-ი დაუმარცხებელი მებრძოლი, 9-0-ზე ბალანსი, არაბი მებრძოლია, ანუ თავის ქვეყანაში ჭუბობს და იქნება დებიუტი ახლა UFC-ში, სანამ UFC-ში შემოვიდოდა. ჭუბობდა თავის ქვეყანაში UAE Warriors-ში ჭუბობდა და ახლა მიეცა შანსი UFC-ში. საკმაოდ რთული ტესტი იქნება მისთვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ Dustin Jacobi არის UFC ვეტერანი, ძალიან გამოცდილი მებრძოლი, 22-9-1-ზე ბალანსით. ბოლო 3 ჭუბი მოგებული აქვს Dustin Jacobi-ს, სამივე ფინიშით. სტრაიკერია Dustin Jacobi, კიკბოქსინგიდან არის გადმოსული. ერთი ჭუბი Alex Pereira-სთანაც აქვს ნაჩუბარი კიკბოქსინგში, სანამ MMA კარიერას დაიწყებდა. საერთოდ ძალიან ბევრი ჭუბი აქვს ჩატარებული და მართლა ძალიან გამოცდილია Jacobi. ვფიქრობ, მას ეს ძალიან დაეხმარება ამ ჭუბში. Muhammad Said-ს რაც შეეხება, ისიც ერთპიროვნულად სტრაიკერია და ვფიქრობ, რომ ეს ჭუბი სულ დგომში გაიმართება. არ მომწონს ეს ჭუბი საერთოდ Muhammad Said-ისთვის, ვფიქრობ, რომ Dustin Jacobi ფავორიტია ამ ჭუბში. აქვს ფინიშები, ძირითადად ყველა ჭუბი ფინიშით აქვს მოგებული Muhammad Said-ს, ერთი აქვს decision-ი მარტო, მაგრამ ნაღარ ვფიქრობ, რომ ამ ჭუბში დააფინიშებს კი არა და ექნება striking-ში წარმატება Dustin Jacobi-s წინააღმდეგ, როცა Dustin Jacobi-s არ აქვს საშიშროება takedown-ის და clinch-ის ან grappling-ის. ძალიან კარგად ჭუბობს ყოველთვის. Vito Petrino ყავს გათიშული ორი ჭუბის წინ, რაც
ძალიან მაგარი მოგებაა ვიქტორ პეტრინო ეხლა top 15-ია, heavyweight-ში ავიდა და იქ top 15-ია. თავიდან ჯაკობის სხვა მეტოქე ყავდა, სხვასთან უნდა იჩხუბა, ამიტომ ეხლა მომწმებ და ამ ჩხუბისთვის კოეფიციენტები არ გვაქვს. ვიტყვი პირდაპირ და ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბში დასტინ ჯაკობი დარჩება გამარჯვებული. ვფიქრობ, დასტინ ჯაკობის გამოცდილება ამ ჩხუბში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ვფიქრობ, უკეთესი მებრძოლია ჯაკობი, ამ ჩხუბში დარჩება გამარჯვებული. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ბებერი სანტიაგო ბონზინიბიო დაუპირისპირდება სემ პეტერსონს. 39 წლისაა, ბონზი უკვე ასაკშია და საერთოდ კარგად აღარ გამოიყურება, თავისი ბოლო ჩხუბებია 30-9-ზე აქვს. 2021 წლის შემდეგ 9 ჩხუბი აქვს ჩატარებული და ამ 9 ჩხუბიდან 3 მოგება აქვს მარტო, აქვს წაგებები ფინიშით ბევრი და ბოლო ჩხუბებში გამოჩნდა, რომ უფრო შეექმნა ყბის პრობლემები, ვიდრე აქამდე ქონდა. ძალიან მძიმედ გათიშა დიროდმა მესამე რაუნდში, ასევე კევინ ჰოლანდმაც. დიროდის ჩხუბის წინ, რაც აქვს მოგებული მესამე რაუნდის ფინიშით, ასევე მაგ ჩხუბშიც პირველ რაუნდში დიდი პრობლემები ქონდა, შებარბაცებული იყო. ფინიშებდა კალსტონ ჰარისი, ვერ მოახერხა და ამოქაჩა, მაგრამ აჩვენა ის პრობლემა, რაც აქვს ეხლა, რაზეც ვლაპარაკობდი. სემ პეტერსონს რაც შეეხება 30 წლისაა. მშვენივრად გამოიყურება UFC-ში, მართალია პირველი ჩხუბი წააგო 2023 წელს, როცა შემოვიდა, მაგრამ იმის მერე 4 მოგება ქონდა ზედიზედ. ეხლა ბოლოს მაიკლ ვენომ პეიჯს ეჩხუბა და 3 რაუნდიანი დესიჟენით წააგო. პეიჯი ბევრად უკეთესი მებრძოლია, ბევრად მაღალი დონის მებრძოლია, თან სპარინგ პარტნიორები იყვნენ ადრე და რაღაცნაირი ძალიან ცუდი ჩხუბი იყო, თითქოს სპარინგობდნენ. ჩხუბს საერთოდ ვერ დავარქმევ მაგ ბრძოლას. იმის წინ, როგორც თქვი, 4 მოგება ქონდა და 4-ვე არის ფინიში, 2 ნოკაუტი, 2 საბმიშენი, ანუ აქვს გრეპლინგ სკილებიც. ეს გრეპლინგი მოდის ძირითადად იმის შემდეგ, როცა აზიანებს ხოლმე თავის მეტოქეს, ზემოდან შეაჯდება შემდეგ, უღებს კისერს და ისე აფინიშებს. ამ ჩხუბში სემ პეტერსონს აქვს უპირატესობები ბონზინიბიოს წინააღმდეგ. დიდი ფავორიტია, 1.24 აქვს, ბონზინიბიოს 3.95 აქვს, ვფიქრობ, რომ რეალურია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ დააფინიშოს სემ პეტერსონმა. უკვე ასაკშია ბონზი, არ გამოიყურება საერთოდ კარგად და ვფიქრობ, რომ სემ პეტერსონი დაამარცხებს და დააფინიშებს სანტიაგო ბონზინიბიოს პირველივე რაუნდში. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ისმაელ ბონფიმი აქსელ სოლას წინააღმდეგ. ისმაელ ბონფიმი არის ბრაზილიელი მებრძოლი, რომელიც 2023 წელს შემოვიდა UFC-ში. მეორე რაუნდში ტერენს მაკინი ძალიან მაგარი მუხლით დააფინიშა, ძალიან დიდი ჰაიპი მოიპოვა, მაგრამ იმის შემდეგ აგერ უკვე 4 ჩხუბი აქვს ჩატარებული, რომლიდანაც 3-ში აქვს წაგება და 3-ვე არის ფინიშით. ძმა არის გაბრიელ ბონფიმის, მოგეხსენებათ, გაბრიელ ბონფიმი ველთერვეიტში ჩხუბობს და საკმაოდ წარმატებულია და საკმაოდ ვითარდება ეხლა ნელ-ნელა, რასაც ნახდად ვერ ვიტყვი ისმაელზე. კრის პადილასთან წააგო მეორე რაუნდში წინა ჩხუბი, იმის წინ ნაზიმ სადიხონთან პირველ რაუნდში დამარცხდა დოქტორ სტოპეჯით. დიდი დარტყმა მიიღო რაუნდის ბოლოს და ექიმმა შეამოწმა და აღარ გააგრძელებინა, იმიტომ რომ თვითონაც არ უნდა გაგრძელება და ბენუას ყავს ასევე პირველ რაუნდში გაგუდული ის. ძირითადად სტრაიკერია, აქვს რაღაცა დონის გრეპლინგიც, მაგრამ უფრო სტრაიკერია მაინც. აქსელ სოლას რაც შეეხება, ფრანგი მებრძოლია 11-1-1-ზე ბალანსით და წინა ჩხუბი იყო მისი პირველი მარცხი საერთოდ კარიერაში. ის არის ჩემი ერთადერთი საყვარელი ფრანგი მებრძოლი, საერთოდ არც ერთი ფრანგი მებრძოლი არ მომწონს. ეს ბიჭი ძალიან მომწონს, მართლა ძალიან კაი მებრძოლია, 28 წლისაა და აი თუნდაც თავის ბოლო ჩხუბში მეისონ ჯონსთან რაც იჩხუბა, ძალიან მაგარი გული აჩვენა, 3 რაუნდიანი ომი იყო. მართალია ვერ მოიგო ის ჩხუბი, მაგრამ Fight of the Night-ის ბონუსი აიღეს. ძალიან სისხლიანი ჩხუბი იყო. ორივე მებრძოლმა არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგა. ძირითადად სტრაიკერია ისიც როგორც ისმაელ ბონფიმი და მასაც აქვს გრეპლინგ სკილები, შეუძლია ჭიდაობაც ამ წონისთვის, lightweight-ისთვის. არის ძალიან დიდი, ძალიან ბევრ წონას იკლებს, აქვს ასევე დიდი კუნთური მასა. ამ ჩხუბში მგონია, რომ აქსელ სოლა აუცილებლად დარჩება გამარჯვებული. მგონია, რომ ბევრად უკეთესი მებრძოლია და ვფიქრობ, რომ დაიჭერს რაღაცაზე დგომში ბონფიმს და დააფინიშებს. 2.58 აქვს ბონფიმს კოეფიციენტი, აქსელ სოლას აქვს 1.59. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ბრენსონ რიბეირო, მაგომედ ტუჩალოვის წინააღმდეგ. ბრენსონ რიბეირო 17-10-ზე ბალანსი, წინა ჩხუბი
თუ გახსოვთ, განვიხილე იახიაევთან როცა ჩხუბობდა და ვთქვი, რომ ბრენსონ რიბეირო ძალიან არ მომწონს, ვფიქრობ, რომ არ არის საერთოდ UFC-ს დონის მებრძოლი. ბოლო 3 ჩხუბი წაგებული აქვს რიბეიროს და 3-ვე აქვს პირველი რაუნდის ფინიშით. მაგომედუშალოვს რაც შეეხება 6-0-ზე აქვს ბალანსი, ისიც არაბი მებრძოლია, თავის ქვეყანაში ჩხუბობს. ამ ხრივაც ექნება უპირატესობა. ფინიშერია, თავისი ყველა ჩხუბი ან პირველ რაუნდში აქვს მოგებული, ან მეორეში და თავისი ბოლო ჩხუბი კაიო მაჩადოს წინააღმდეგ აქვს მოგებული UFC-ს გარეთ. კაიო მაჩადო რაღაც პერიოდი UFC-შიც იყო, თან ბრენსონ რიბეიროსთანაც აქვს ნაჩხუბარი მაჩადოს, რიბეირომაც მოუგო მაჩადოს, თუმცა 3 რაუნდიანი დესიჟენით მოუგო. ამან პირველივე რაუნდში გათიშა, ბევრს აქაც არ ვილაპარაკებ, დაუმარცხებელ მებრძოლს თავისივე ქვეყანაში დებიუტში აძლევენ ძალიან კომფორტულ მეტოქეს, რომ უადვილესად დააფინიშოს. 1 და 12 აქვს დუჩალოვს, ძალიან დიდი ფავორიტია, 5 და 90 აქვს რიბეიროს, დუჩალოვის პირველი რაუნდის ფინიში. შემდეგი ჩხუბი ნურულო ალიევი მაიკ დევისის წინააღმდეგ. ნურულო ალიევი 11-0-ზე ბალანსით, ტაჯიკი მებრძოლია, 25 წლისაა, UFC-ში აქვს ჩატარებული 3 ჩხუბი, 3-ვე მოგებული აქვს, რა თქმა უნდა, დანავეთის კონტენდერების სერიაში პირველ რაუნდში მოიპოვა ფინიში და UFC-ში აქვს სულ დესიჟენები, არის ძალიან მძიმე მოჭიდავე, ხაბიბის სტილში ჭიდაობს და სახეზე ძალიან გავს ხაბიბს. სულ ხდება ხოლმე კომენტარები, ახალ ხაბიბს ეძახიან, მე ძალიან მომწონს მისი ჭიდაობა, ასევე აქვს კარგი კარდიო, შეუძლია 3 რაუნდი აკეთოს ერთი და იგივე. ბოლო ჩხუბი შემროგს ეჩხუბა, შემროგთან რაღაც მომენტში უჭირდა ტეიქდაუნების გაკეთება, რომშიც აი ამ თავისი პრესინგით, მაგრამ გაუკაჩა. დარჩა გამარჯვებული, იმის წინ ჯოსოლეცკის ეჩხუბა, ჯოსოლეცკი არის ჯიუჯიცუ მებრძოლი, მართლა ძალიან მაღალი დონისაა, ეხლა საერთოდ UFC-დან გაუშვეს, საერთოდ გაანება MMA-ის თავი, ჯიუჯიცუზე ვარჯიშობს და ჯიუჯიცუს შეჯიბრებებზე გამოდის, მასაც ჭიდაობით მოუგო ალიევმა და სოლეცკი ვერ შეძლო თავისი მაღალი დონის ჯიუჯიცუს გამოყენება ალიევის წინააღმდეგ, რაც ძალიან კაია ალიევისთვის დევისთან ამ ჩხუბში. რაფაელ ალვესი არის ძალიან ფეთქებადი მებრძოლი, აქვს ძალიან კაი ჯიუჯიცუ, შავი ქამარია და რაღაც მომენტში გილიოტინაზე ყავდა ნურულო ალიევი დაჭერილი, ძალიან ღრმა გილიოტინაზე ყავდა, მაგრამ მოახერხა ალიევმა, გამოუძვრა მას და შემდეგ კონტროლით მოუგო. მაიკ დევის რაც შეეხება, აქვს ძალიან კაი გრეპლინგი, ძალიან კაი ჯიუჯიცუ და მაგიტო მინდოდა გამეხსენებინა ნურულო ალიევის წინა ჩხუბები. ფიქრობ ერთადერთი შანსი ამ ჩხუბში მაიკ დევის რაც აქვს, არის რომ კინველუზე დაიჭიროს ალიევი, თუმცა როგორც გითხარით, ფიქრობ უფრო ბევრად მაღალი დონის ჯიცერებთან აქვს ნაჩხუბარი ალიევს და იმათთან მოახერხა გამარჯვების მოპოვება და გადაურჩა მათ მკინველულებს. ამ ჩხუბშიც ვფიქრობ, რომ დევისი შეაწუხებს მას, ვფიქრობ რაღაც მომენტში შეიძლება ასევე ძალიან ღრმა საბმიშენზე დაიჭიროს, მაგრამ ვენდობი ალიევის გამძლეობას, grappling defense და გამოუძვრება დეივის მტკინველულებიდან. 33 წლისაა მაიკ დევისი, 12-3-ზე აქვს ბალანსი. საკმაოდ დიდი ხანია უკვე UFC-შია, 2019 წლიდან ასპარეზობს, მაგრამ ქონდა პერიოდი, როცა არ ჩხუბობდა. ძირითადად სტრაიკინგის მებრძოლი იყო ხოლმე, აქვს მუაი-ტაის ბაზა, მაგრამ აი ეს ბოლო ჩხუბები, ბოლო წინა წელს რაც დაბრუნდა, ორივე ჩხუბში აჩვენებდა თავის უმაღლეს დონის გრეპლინგს. მართლა ძალიან გაკვირვებული ვიყავი მაიკ დევისი მაგ ჩხუბებში, რასაც აკეთებდა აი მიჩ რამირესთან და ფარეს ზიამთან. ძალიან კაი სვიპები ქონდა, ჯიუჯიცუს ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, რასაც ხშირად ვერ ხედავთ ხოლმე MMA-ში. ვფიქრობ, ეხლა ძალიან რთული ჩხუბი აქვს და ძალიან რთული მისია იქნება, რომ მოუნახოს რამე ნურულო ალიევს და დაამარცხოს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1 და 57 აქვს ალიევს, ხო მაიკ დევის აქვს 2 და 38. ვფიქრობ, ალიევი მოახერხებს და დარჩება 3 რაუნდიანი დესიჟენით ამ ჩხუბში გამარჯვებული და მივადექით ბოლო ჩხუბს ამ კარტზე, აბდულ ჰუსეინი კოდი გიბსონის წინააღმდეგ. აბდულ ჰუსეინი 15-2-ზე ბალანსით გააკეთებს დებიუტს ახლა UFC-ში, 38 წლის მებრძოლია, საკმაოდ გამოცდილია, დიდი პროფესიონალური კარიერა აქვს, 2016 წლიდან აქვს დაწყებული, მანამდეც აქვს ბევრი ამატორული ჩხუბი ჩატარებული, არის ძირითადად ფინიშერი, აქვს როგორც საბმიშენები, ასევე ნოკაუტები. ბოლო ჩხუბი აქვს ტაისონ ნამთან ნაჩხუბარი და პირველ რაუნდში ხავს დანოკაუტებული. ტაისონ ნამი არის ex-UFC ფაიტერი, ანუ ადრე იყო UFC-ში. მართალია flyweight-ში ჩხუბობდა და ეხლა ეს ჩხუბი გვაქვს bantamweight-ში, მაგრამ მაინც დიდი იყო ყოველთვის ტაისონ ნამი და როცა წავიდა, როცა გაუშვეს UFC-დან, ნამი ცნობილია თავისი
მძიმე ნოკაუტებით და მასთან ნოკაუტით გამარჯვება ვფიქრობ ძალიან კაი მოგებაა ჰუსეინისთვის. ხოლო კოდი გიბსონს რაც შეეხება, ის ვეტერანია, 21-12-ზე აქვს ბალანსი, აგერ უკვე 2023 წლიდან არის UFC-ში, მანამდე ადრეც იყო UFC-ში, ძალიან ადრე 2015 წელს ასპარეზობდა, შემდეგ გაუშვეს რაღაც პერიოდი, მერე მახსოვს Ultimate Fighter-ში იჩხუბა, ფინალში გავიდა, დამარცხდა მართალია ფინალში ბრედ კატონას წინააღმდეგ, მაგრამ მოიპოვა მაინც UFC-ს საგზური და ეხლა UFC-შია, ძალიან გამოცდილია, მოკლედ, ძირითადად სტრაიკერია, აქვს ჩოუქებიც, მაგრამ სულ დგომში უყვარს ჩხუბი, დგომში ცდილობს რომ დატოვოს ჩხუბი, ბოლო ორი ჩხუბი წაგება აქვს ზედიზედ, არ გამოიყურება კარგად, Demon Black-ში ართან წააგო და იმის შემდეგ აური კინგმა პირველივე რაუნდში დააფინიშა 20 წამში. არ მომწონს ეს ჩხუბი კოდისთვის, ვფიქრობ აბდულ ჰუსეინი უფრო ახალგაზრდაა, უფრო მოტივირებულია და ვფიქრობ რომ დაამარცხებს კოდის. ამ ჩხუბისთვის კოეფიციენტები ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ ახლად ჩასმული ჩხუბია ამ კარტზე. მოკლედ, ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება აბდულ ჰუსეინის გამარჯვება ფინიშით. სულ ეს იყო ჩვენი ამ კვირის აბუ-დაბის ქარდის პროგნოზები. შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები აუცილებლად, რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე, როგორი პიკები გაქვთ თქვენ და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. აუცილებლად ასევე დაელოდეთ ბეტინგ ვიდეოს. როგორც სულ ამბობ ხოლმე, ბეტინგ პროგნოზები განსხვავდება ჩვეულებრივი პროგნოზებისგან და ბეტინგ პროგნოზებში ბევრად წარმატებული ვარ, ვიდრე ესე უბრალოდ პროგნოზებში ეს ორი კვირაა ზედიზედ წარმატებულად მოდის ბეტინგის მხრივ ქარტები. ძალიან დაჰაიპებული ვარ, ესე უნდა გავაგრძელო. მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.